მეცხრე საინფორმაციო სამსახური განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მერიის პრესპიკერი ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. ბაჩოდოლიძის თქმით, ჩანაწერი მას შპს ჰერმესის თანამშრომელმა მიაწოდა. ჩანაწერის მიხედვით მერიისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ პროვოკაციის დაგეგმვაში ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას. შპს ჰერმესის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მას დაავალეს ჰერმესის დირექტორისთვის ფულის გადაცემა. ამას კი ჟურნალისტები გადაიღებდნენ. ეს ფაქტი თავის მხრივ დაადასტურებს იმას, რომ ჰერმესის სასაფლაოს მიწებს ყიდის. გარდა ამისა, აუდიო ჩანაწერში საუბრობენ იმაზეც, რომ ამ პროვოკაციას ის ადამიანები გეგმავენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვას გაუწიეს ორგანიზება. ეგეთი ის არის რა, პირდაპირ გეტყვი, მუშაობ, ყველაფერი გეტყვი, კაცურად მოვედი და მედიუ და ფორდი. კურა რა, ხალი შევიკარი. ხო. გამგებია ბევრები. და ეხლა შევავიწროვო. ის აქციები ჩვენი იყო, აუ პოლები რაღაცები და ეხლა უნდა გავაკეთოთ მაგრამ ეგეთი რაღაცა. ხო. და ტელევიზორში გავიდეს ესეთი მასალა. ხო. ხალხი აბუნებს, იცვალებულებს. დაულობენ ამდენს მილიონებს, არის სხვა თანხები, სხვა ანგარიშებზე იქნება ფული, აპირებენ ამას, იყო ლაპარაკიო. აკეთებს ხალხო მიაკეთებს პატრონოს საფლავთან დაყრდნილი დაფება და ამას ხალხი აიტაკს. პირდაპირ ლაპარაკია რა. ამას ხალხი აიტაკს ეთნო აი და ხალხი გამოვა. ხალხი რო გამოუბრალოს დავიწყოთ გადადგნენ რა ხელმძღვანელობა რა გადადგეს და რაღაც იდიოტური მასი გახდა რომ ადამიანი ესენდა ეს საზაფლავი მარტო დავაბარო საპატრიარქო. ეს აბსურდია რა. თვითონ საპატრიარქო ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს რასისტულები. დაგიგე იყო მე ხალვაი რამისული რა და ისა ნანა ლეჟავას მეორე მოადგილე როცა რეპორტიო რაღაცა ხო ჟურნალისტი დამიჯერა ხო და შენ ისე ლაპარაკო პარიბები ვერ პირდაპირ თქვენ თვითო დასაფლაოს დირექტორი ხوارია რა როცა მაგალითად ხალხი არ გამოგივა რა მივა ბოლო ნახავენ რომ ყველაფერი ვიზია და რაც გადასახდენია მე იმას ვიხდი ბოლო დასაფლაოს დირექტორი ხوار დაუძეს რა ის ფული და შეუვარდეს კამერები გამოვიღოთ აი ფულიდან გავა ტელევიზორო დასაფლაოზე აი რამდენ სამწიგებენ ამას მივაყოლოთ მე რაღაცები ხალხი აბუნტება გამორენ ამოუწოდოთ გამოდით გადავაყენოთ ამიტომ ვისარგებლოთ იმებს გემდგარია წყალი დაგიძებულია მივაყოთ ის დაქვემდებარებულ ორგანოებს ცალსახაა რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია რომლის მიხედვითაც ხდება თბილისის მერის როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაცია, ასევე ამ ყველაფრის მიზანია მოსახლეობის პროვოცირება, შეცდომაში შეყვანა და მღელვარების გამოწვევა. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს დღესვე პროკურატურა მიიღებს. მერის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოს მიმართავენ, მათ სურთ მიიღონ ობიექტური პასუხი, ვინ გეგმავს პროვოკაციას მერის წინააღმდეგ. მივაწოდეთ ჩვენ ხოთ არსებული ყველა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ამ უკანონო გეგმაში მონაწილეობდა სამწუხაროდ რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ჩინოსნები, რამდენად მონაწილეობენ ის პროკურატურის დასადგენია, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ამ შესახებ ამ აღნიშნულ მასალებში არის. აქედან გამომდინარე დავებოთ გამოძიებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა მოახდინოს სამართალ განსხვავება აღნიშნული ფაქტის შესწავლა და სიმართლის დადგენა.